ნახე რა ფერი ლამაზები და რა კაია. შენ ხომ იცი მე რამდენნაირი ჯიში მაქვს, რამდენნაირი არ ვცადე. იმ ფერი, ამ ფერი, ახალი, ძველი, ამას ჯიში არ ჯობია. ჯერ ასწორნებია. აი მარტი სუნი აქ ამას. ამას ჯობია ერთი ნამდვილი მარწყვი რომ აღიხენდროა. ტყის რომ არ. თლად. რუსულად რომ ზიმლიანიკა ქვია, მე მაგდაგერ გაჩვენებ ახლა. მაგრამ ეს ძალიან ის არის ნაზი და ნაზი და ძალიან წვრილი. ამას თუ გახეხავ. ჩულკი რომ აქვს, ხალის კაპრონის ჩულკს, რა ქვია კაპრონის კალკოტკას რა ქვია ქართულად? წელწინდა, ყელწინდა. წელწინდა ქვია. ხო, მოკლედ, კალკოტკაში თუ გახეხავ, რბილობი გამოდის ამ გარეთ, იმ კაპრონის კალკოტკიდან და ციფწები რჩება შიგნით. და იმ ციფწას რომ დათესავ ამოდის. ანუ თესლი. თესლი, ხო? გადასარევად ამოდის. ეს რა საყვარელია. ხო და ამ ვარგა საჭმელა. უფ, ვარგა რომელია? ამას ხუთი ცალი რომ გურიო ერთ ტაშტ მურაბაში, თავის გემოზე მიყავს. სასწაული ჯიშია ეს. რეალზე მურაბებზე თქვა რაღაცა სასწაული. უწერია ერთგან რომ ამ დროს ყველაზე საყვარელიაო თბილისი, იმიტომ რომ ყველა გაღებული ფანჯრიდან მურაბების სუნი გამოდის. და თბილისზე წერს თუ ქუთაისზე, როგორც წესი ბატონურიაზე ქუთაისზე. თბილისი. ნამდვილად იცი? კი, თბილისზე წერს ამ დროს თბილისი მურაბების და ომბიდვის საწყების სუდნელი ოდისო, მაგრამ ომბიდვის საწყებელი ჯერ ადრე, ანუ სავარაუდოდ სექტემბერზე. ეხლა იწყება მურაბების სეზონი. ხო, მაგრამ ვიღაც უნდა მურაბა შენ გენახვალეთ. მათ ერთი ოჯახი ვიცი, ახლა თბილისში ნანა ავალიშვილი რომ უსაყვარლესი პიანინო რა ქვია, როიალზე რომ უკრავს მუსიკოსი, ნანა ავალიშვილი, უკვე უფროსი თაობის, ნანა დიმიტრიადი და ნანა ავალიშვილი, ორი სასწაული ქალბატონები, ორი იმის სახში ვიცი, შკაფის თავზე ასე შემოწყობილი, კარადის თავზე, ნაირ-ნაირი და სულ რომ მიდიხარ ჩუქნის. ხო. მურაბები იყო ხელსამშვენის ცადმე რომ მიდიოდი. გასაგზავნი. ახლა მე ვზალადობ, იცი? ბატონო. კაციშვილს არ უნდა და ამ ჩემ მურაბებს რომელსაც აკეთებენ ყველას ვატან. უი არ გინდა, ნუ შეწუხდები მეუბნები არ უნდა, სინამდვილეში მაგრამ ძალით ვატან. კი და სიმბოლურად თითქმის ყველა ხილის მურაბა კეთდებოდა, აი ნოემბრამდე. იმიტომ რომ არ იყო ამდენი ტკბილეული. ეხა იმდენია ისეთი არჩევანია, არავის არ უნდა ეს მურაბა, მაგრამ არის რაღაცა, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, მაგალითად კენკა, რომელიც უნდა დალიო ჩაიზე, ზამთარში თუ გაცივდები. ახლა მურაბას დებია ჩემ პრიკუსკი თვამდა, მაგრამ სადღა ახლა მაიმალი. არ ზამლევია და არ მჭამელი ერთი, შენ გენაცვალე. ბატონო. მაგრამ ამის გაუკეთებლობა არ იქნება, რა ვიცი, გადასარევიანად. იცი რა გემრიელი იყო კიდე გურიაში იცოდენ ტყებლის მურაბის გაკეთება იყო არაჩვეული ჩაისთან კაი. ჩაიზე ყველაზე კარგი ყველაზე კაი. ნინო, ამას მარწყვი არ ჯობია, მე ვამრავლებ, იმ ზემლიანიკასაც ვამრავლებ. და ასე ჩითილებად სულ მაქვს. და ყველას ვთავაზობ, იმიტომ რომ ამაზე გემრიელი და კაი ჯიში არ არსებობს. და მსხმოიარე როგორია, კარგად ისხამს. როგორც ყველაფერი ჯიშიანი და კაი ისხამს ცოტას და ისხამს ერთხელ. ის ახალი ჯიშები. ახლა ამას რომ დარგავ, იმავე წელს მოგცემს მოსავალს. ესე იგი, წელს რომ დარგავ, შემოდგომაზე ირგვება 19 აგვისტოს მერე. 19 აგვისტოს ფერის თვალების მერე რომ დარგავ, მომავალ გაზაფხულზე მოსავალს მოგცემს. დედაძირებია, დაბუჭკულია, ძლიერია. წელს ვამზადებ რომ გაზაფხულზე და ამ შემოდგომაზე იყოს ნერგება და კარგად მრავლდება. მრავლდება ულვაში, მაგრამ ის ულვაში არ ისხავს. ერთი ზამთარი ქოთანში უნდა გაატაროს, რომ იმავე წელს მე ისხავს და ცოტას ისხავს, ცოტას. გასაგებია. მაგრამ სულ მაქვს ჩითილი და ვთავაზობ ყველას, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ჯიში და ხოთაშორის რუსული ჯიშია. ესა. ხო, ჩვენ კი ვიძახით მალინა მარწყვი, ასე შინაურულად ქვია, თუ არა ისე ქვია ვიქტორია. ნამდვილი რუსული ჯიშია, რუსეთში გამოყვანილი და სასწაული გემოვნური თვისებები. 20 ლარზე ყვებით არ ღირს არც ერთ სეზონს. ნამცხვარში და ტორჩი ძალიან გემრიელია. კამპოტი როგორია? საუკეთესო. არომატული. იმდენად კაია რომ 200 გრამს ამას ურევენ 1 კილოში იმ ჩვეულებრივ კენჭებივით მარწყობი რომაა და ხელსაც კარგს იძლევა. ძალიან. ეხლა მურაბას დიდხანს ხარ შვა არ უნდა, იმიტომ რომ მოხდება და ყავისფერს იღებს. ჩემი რებია რომ აკეთებ და ყველაფერი ტაოტივით იყო. კი ბატონო. სქელი ჩადუღებული. იმიტომ რომ არ ფუჭდებოდა არასდროს. ხაღალის პერგამენტის თავი ქონდა მოკრული ბანკაზე. კი ბატონო. მე ერთ წელიწად ჩაქარი რომ გაქრა, იცი რა გააკეთა? თაფლი. არა. აბა. ყურძნის წვენი, ადესის წვენი დაადუღა. და ასე თხლად დაჭრილი ფრანგულა მსხალის ნაჭრები ჩააწყოში. ბეთმეზიანი მურაბაო ასე დაარქვა. აჭარაში ხომ აკეთებენ ბეთმეს მსხლის წვენისგან და ეტყობა მაგი ძველი ცოდნა იყო. და მურაბა იცი რა გემრიელი იყო, კარამელი.
ხო რა. დადუღებული მსხლის წვენი. ეხლა მურაბის თავარი ღირებულება რა უნდა შეინარჩუნოს ფერი. რა ფერ შეინარჩუნოს? ამიტომ მე მიზღებს არ გამიგებია. ამას ჩვენ რო გავრეცხავთ ეხლა ზედმეტი წყალი რო არ შევაყოლო. საწურზე დავყრით, წყალი გაუვა, ანუ შეშრება და მერე კილო, 1 კილო ხილს ამ შემთხვევაში მარს ვაყრით კილო 200 შაქარს. აი ეს ეცა კილოს თუ კილო 200 ახლა დევიბე. კილოამ კილო 200 გააჩნია ხილს თუ ტკბილია, ხო და ამას დავაყრით ალბათ კილოს. ამაზე ტკბილი რა უნდა იყოს შაქარივით არის? კი. ამას დავაყრით, ანუ 5 ამჭიქას, აი იყოს სადღაც დაშლილი რა. პირში ხომ უნდა დაიშალოს. არ უნდა დაიშალოს, მარტო მთლიანები უნდა იყოს შიგნით. იმიტომ უნდა ამას დააბლაცებს და 5 წუთი აჭირა. აბა იპიტი მინუტკა რომ იძახი რაია? 60 უნდა პიტი მინუტკა. აბა მაშინ ერთხელოდი ეთქმებოდა 4 ჯერ პიტი მინუტკა. არა, მასე ქვია, ხო, მაგიზე ძალიან გრძელი სახელია და ამიტომ აბა რეიზა ქვია პიტი მინუტკა. იმიტომ 5 წუთი უნდა ადუღები და 5 წუთი რამდენი 4 ჯერ? მაი 20 მინუტია მაგი. მაშინ ასე უნდა და 4 რას პიტი მინუტკა. რაფერი ფუქსიები მოგიტანი აგერ დღეს არ შეგიმჩნევია. რაიმე გადასწარები რა ლამაზი. ნახე რა საყვარელია, მურაბს ხოთა შორის მურაბის დროინდელი ყვავილია. ჩვენი ბებიები რომ მურაბას აკეთებენ, ლამპოჩკა ყვავილს ვიზახდით. ჩვენ ზარებს ვეძახოთ. ნახე რა ფერებია, ნახე რა საყვარელია. როგორ კიდია, ძალიან ლამაზია. თან რამდენი ჯიში მაქვს, ნახე. ყველაფერია. ნახე რა 6 თუ 7 ჯიში. ლამაზია. იასამნისფერიანი. მალე იზრდება ესა? თელი ზაფხული ყვავის ნინო, ნახე რა ფერები. ფანჯრის რაფაზე. ხო, ოთახის სცენარია, მაგრამ მე ზაფხულში გარეთ ვკავ. ნოემბრამდე გარეთ მაგ და დაიბუჩქება ასე. გიждები. მურაბებს უხდება სხვათა შორის. მზე უნდა ამას უყვარ სინათლე. ნახევრად ჩტი. თლათ მზეზე იწება ზაფხულში. ზურიკო, ეხლა ჩვენ ეს გავრეცხეთ კარგად. რაღა დარჩა მაი 2 კილოზე მეტი აღარ იქნება შევჭამეთ. კი ბატონო, ეს ეხლა ავწონეთ, არის 2 კილო. კი ბატონო. ქალყრი გარეცხილია უკვე რა შეიძლება დავწურეთ წყლის და 2 კილო ფეიალა. კაი, აღარ შემიჭამო, ავწონე, მოუქვე. აი. თან რა სიტყვა. კილოზე ვაყრით 1 კილო შაქარს. აი ეს არის 200 გრამიანი ჭიქა. ესე იგი რათი რამდენი უნდა მაგას? 10. დავდგამთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ოღონდ ამორევა არ უნდა. ჯერ ნაყოფები გაგვიჭდება, ეს უნდა იყოს შეინარჩუნოს თვითონ ფორმაც და ფერს გამოუშვებს ძალიან კარგს. ნახე რა სუნი თელეზოში დგას, ზურა. რა იქნება რაც? ელ ეზოში დგას წაო. ცინა მომწონს ხელი რომ ანინო. ხომ შეინახება? კი, როგორ არა. ეს შესქელდება ეხლა კიდე რო გაცივდება. და ეს არის 5 წუთიანი ნადუღები 4 ჯერ. 4 ჯერ. შენი პიცი მინუტკა. მურაბა გვაქვს. შვიდათ ვარ. ეს ეხლა ერთი სახეობისმაც საკმარისია ნაკმისთვის ან რამესთვის რომ მოგვინდეს. ყველაფრისთვის კაია. გადავრჩით წელს, მურაბა გვაქვს. ნინო, დღეს რა მეიგონი, ახლა აი საიდან მეიტანე ემუშმა. ზურიკო, აბა გაიხსენე ამ დროს იწყებოდა აივნებზე. გამოდგავდნენ ვიშნოვკას ეძახი. კი ბატონო, ხო იყო ეს. ჩვენ ბახმაროდან არ წამევიდოდით ისე, ბებია გვაბარებდა. ველური მოცვი რომ იყო იქ. წვრილი, დეტარა გემრიელი, ახლანდელ მოცვი კი ხომ არ შეედრება? არა ნამდვილად. ის წვრილი მოცვის აქვიოდა მაგას, ვიშნოვკა? ვიშნოვკა. შაქარს ვაყრით და მზეზე ვდებდით 3 ლიტრიანი ბანკი. უნდა დადუხდეს ის შაქართან ერთად. ზურა. ხო. და ეხლა ეს რა ხდება, იცი? რა ხდება? დედა ჩემი ამბობდა, ეს ვარიო ძალიან ხარჯიანი ხილო, იმიტომ 200 გრამი კილოში 200 გრამია, რაც არ გასაჭიროებს და დანარჩენი კურკა უნდა გადაყაროთ. სინამდვილეში ახლა ვიყენებთ კურკას. რას ლაპარაკობ? ამ კურკას შევაგროვებ, ხო 250 ცალს. ჩავყრი კილაში. დავაყრი შაქარს პროპორციებს ზუსტად ვიყვით რამდენი უნდა. დავასხამთ მდარე კონიაკი, სავსები საკმაოდ ოღონდ არაყია რა, არა სპეციფიკური გემოვდა, დავდგამთ მზეზე 1 თვე. პერიოდულად ხის კოვით მორევთ, რომ შაქარი შიგნით კარგად გაქვს. ამას გემოდა არომატი არ ვინც დასინჯა ყველა ამბობს რომ ნუშის ლიქიორი არ არის ნუშის, ეს არის მუშვალას კურკის ლიქიორი. იგი დრო იმევიდა, ახლა კურკას თუ შევჭამ. ნინო, იმფერი ფაზეროსკე. კი, და მე მგონი გერა მასია. ზურა, ნახე, ალუბლის ლიქიორია კიდე ძალიან კარგი, პირდაპირ სამკურნალოა. ანტსაც ხო აკეთებდნენ ჩვენები, ცოტა მოგვიანებით არის, მაგრამ ესეც არაჩვეულებრივია. კუჭნაცვლავისთვის, ვისაც აწუხებდა პრობლემები. ასევე ჩემო ბატონო, ჩვენ გაზრდილი სხვა წამალი არ იყო არაფერი, მარტო მაგას გვასწნევდნენ. კი ბატონო. ბავშვებისთვის იყო უარყოთ, დიახ. დიდებისთვის არაღთან ერთად.
და აგი მალინა მარწყო იმაში რომ ჩავდოთ მეორე რომაა საშობაო. დედანინო ასეთი ჯიში არ არსებობს, ვერ ვწყდები ახლა თან პატარებია ნახე. სხვილები მოთავდა, ბოლო ილევა ახლა და 9 გრამის სიგემრიელია. ტკბილი. ამ ჯიშის მეტი არ უნდა დარგას ადამიანმა. ნერგები მექნება ამის მალინა მარწყვის აგვისტოს მერე. შემოდგომაზე და ივლისის ბოლოს დავრგავ ქოთნებში და ყველა უნდა გამრავლოს, ეს გადასარევი ჯიშია. თან ადვილად რავდება. ულვაშით. საშობაოს კეთებას ვისაც უნდა, მაგრამ ამას მაგას ბევრი ხილი ხო უნდა თითელ დასახელების ხილი უნდა 9 კილო. 10 ლიტრიან ქილას ავსებს 10 დასახელების ხილი. იწყება ვარდის ფურცლით, ნუ ვისაც არ დაუწყე ვარდის ფურცელი უკვე სამურაბი აღარ არის, მაგრამ შეუძლია მარწყვი 9 კილო და ახალშაქარი. ასევე გარგარი, ასე რომ ბალკონებზე სულ იყო შემოწყობილი კიბეებზე, მზეზე. ეხლა იმდენაირი დარჩებანია სასმელის, მაგრამ ეს ხო სახში გაკეთებულ სხვა ამბავია კიდე. ნამდვილი ხილით. მე მხოლოდ კურკები მჭირდება, ნაყოფი თქვენ მიირთვით. უშმალა საფლე იოდი. კი. იოდი და რკინა. ეხლა აქ არის 100-120 ბურკა, ანუ გურულად ბურკა. ურკა ბატონო. უნდა ჩავყაროთ ქილაში 1 ულუფარი ესა. ამას ჭირდება 800 გრამი შაქარი. კი ბატონო. 100-120 ცალ კურკას. ვაყრით 800 გრამ შაქარს. 800 გრამი შაქარი არის, ანუ 5 კობზი არის 1 ჭიქა. 4 5 6 7 8 9 10 ეს არის 800 გრამი შაქარი დავაყარეთ აგერ კონიაკი და 1 ლიტრა კონიაკი. აგერ ბატონო. იყვეს მდარი არ არის აუცილებლად. რა ის დარები, იქიდან ჩამოტანილია ერევნიდან. უი, გადასარევი, რა ქონდა რა მე უბრალო კონიაკი? მომი ახლა დავახურავ კილოს. კილო დავახურებ, ამას პერიოდულად უნდა ხის კოზით თუ მოურავთ უკეთესი იქნება. დაუევნია. და მე და მზეზე დავდგათ, ხო? ზეზე უნდა დაიწყოს. ეს არის არაჩვეულებრივი რა. რომე ისუნთქოს. კი ბატონო. ზურა გავაკეთოთ წელს ან წლიც და მოცვით. ან წლით გავაკეთოთ. ცოტა, რომ ყველაფრის ის კონდეს. წყავი კიდო, წყავი არაჩვეულებრივია. თბილისში თუ ჩამოიტანეთ თორეში, თქვენ ეზოში ხო გვაქვს? არ ვარ გამწარი. არ ხარობს აქ ის ჩვენი ჯიშები რომ არის. შავი, ნამდვილი კაი. შლაკე გემოროვა. ენატრება სულ. წყავი არის არაჩვეულებრივი. ბატონო, მზეზე დავდგამ ახლა. ნახოთ რა იქნება ერთ თვეში. ეს არის ძალიან გაგამოვა. მე კი ვიცი, მაგრამ სხვებს გავაშინჯოთ. მუშმალის, კურკის, ლიქიორი. ხო? მაგრამ ვერავინ არ გამოიცნობს თუ არ უთხარი. თუ არ უთხარი, ვერავინ ვერ გამოიცნობს. ეგეც საქმეა.